ბატონო მიშა. მე მადლობელი ვარ თქვენია. მე პირადად მადლობელი ვარ თქვენი და თქვენი მეუღლეს ბატონო მიშა. Sari gelatis tafli, ჩემო პრეზიდენტო, დაიხარე შვილო. დიდ კურთხევას გადმოგწევ. ჩემმა დიდმა ბაბუამ, რომელიც გამზარდა, ნიკოლოზ წერეთელმა, მისი მამა იოსები იყო დეკანოზი, საეკლესიო მოსამართლე და დიდხანს მსახურობდა ძალიან ქუთაისში. და ჩემი დიდი ბაბუისგან ბავშვობიდან მახსოვს, რომ მათი ყველაზე დიდი ოცნება იყო ბაგრატის ტაძრის აღდგენა. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის артиლერიამ, სხვა ტაძრებში მათ გადაგუღებეს ჩვენი დაფარეს ჩვენი ფრესკები საღებავით, ხოლო ეს ტაძარი მათ დაანგრიეს артиლერიით. არის დრო ქვების გაბნევის, არის დრო ქვების შეგროვების, შავი ქვების შეგროვების და ჩვენ გვაქვს დრო ახლა საქართველოს აღშენებლობის. ჩვენ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ, ყველაფერი უნდა ავაშენოთ და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება. იყვნენ მე არ დამიწყე ამ თემის პოლიტიზირება, ვიღაც პოლიტიკოსი რომ იცი და ხოლმე არ უნდა აღდგეს და ყველაფერი თუ კი რამე შენდება აღიზიანებთ. ხალხო რა გაღიზიანებთ? ჯამი გამოწვეს პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, ყველასაც. მაგრამ ეს ხო დაგვრჩება. ეს ხო არ ეკუთვნის სრულიად საქართველოს, ეს ეკუთვნის პოლიტიკოს და არაპოლიტიკოს. მორწმუნეს და არამორწმუნესაც კი. იმიტომ რომ ეს არის სრულიად საქართველოს სიმბოლოები, ეს არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ბაგრატი და ჩვენ ამ სიმბოლოს ვაღდგენთ, მაგრამ ჩვენ ასევე რა თქმა უნდა აღვადგენთ ერთიან საქართველოს. მე თვითონ თქვენის ნებართვით, თქვენი სახელით, თქვენის ხარდაჭერით და მეუფის კურთხევით მიიღო მონაწილეობა ზემოთავიდე გუმბათზე. მე მინდა ერთი რამ გითხრათ. ადიოდნენ მთავრობის წევრები ძველ დროში გუმბათებზე, რათა ჯვარი ჩამოეგდოთ. ადიოდნენ რაიკომის დივნები, ცეკას დივნები, კომკავშირლები, ზოგიერთი ეხაც მოიწევს უკან. რომ ჯვრები გაენადგურებით, ეკლესიები დაენგრიათ, გუმბათები მოესპოთ. დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ჩვენი მოვალეობა და მათ შორის მთავრობის შენება და ეს არ უხოდ მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივია. მთავრობის ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის იყოს ის, ვინც უკან დააბრუნებს ჯვარს ბაგრატის დიდებულ ტაძარზე. Ayla. გუშინ ვაკურთხეთ კიდე ახალციხეში სრულიად მე-19 საუკუნის მარტო საფუძველი იყო დარჩენილი ახალი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ესა ამ დღეებში ფოთი და მოგეთ.
მობილოცავს. მობილოცავს. Проехала через Северную Осетию, очень тихо, спокойно, через таможенный груз нас очень хорошо приняли. Ну так, конечно. Сейчас хотим поехать в Тбилиси, потом дальше. Обязательно, даже увидеть Ахалцихи, учили открыли. Хорошо. Как вас зовут? Меня зовут Надежда Дмитриевна. Очень приятно, Я Надежда. работаю в «Известия» газеты. Недавно дочка-то у меня банковская. Она очень хорошо. Это мой супруг приехал. Ну, конечно, Тимурас Александрович. О, какая красотка.